კაი, მოკლედ, ეხლა გვაქვს სატესტო დაბილდვა იმაზე, Android-ს. შევდივართ ფაილში, მერე build setting-ში და გავაკეთოთ switch. აქ switch იმით ვაწერეთ ჩემთან, რომ გადმოწერილი არის უკვე. Install with Unity habe წერება წეს. აქ ნახე ხო შენს? აქედან თუ? Okay, ახლა switch გავაკეთებ. Android-ზე გადავიდეს და მე setting-ებში რაღაც პატარა რაღაცები არის გასაკეთებელი და იქ გავიაროთ და მე დავბილდოთ და მობილურზე გავტესტოთ. ჯერჯერობით ეგეთი ჯოისტიკები და ესენი არ გვაქვს. არის ეს თამაში. ხო არა, ისე ვქი. რა გვინდა პრინციპში აქ? სროლა, მოძრაობა და ვსი. არა, ეს ბუსტიც ხო გვაქვს აქ. ხო. სწრაფი მოძრაობაც გვინდა. მას უბრალოდ ლაკები რა დავამატოთ. ბატონი ხო არის და ეგეთი. სროლაზე ღილაკს დავამატებთ კი. იმაზე მოძრაობაზე ჯოისტიკი ჩავსვათ რა. პატარა მზა ჯოისტიკები არის აქ და შეგვიძლია რომ ჯოისტიკი ჩავსვათ. ეგრე თამაშია? ჩეტი არის, ვაისი. ჩეტი არის? ხო. მობილურში ვაჭედია მაგარი უცნაური. ეს PlayStation-ის არის ემულატორია. და ხა უფასოდ გადმოიწერე? კიდე ბევრი თამაში ასეთი ფასო. FIFA. დაგრეგელი არის? რა? დაგრეგელი, გატეხილი არის თუ? ხო, მაგრამ ორიგინალი. ხო. ის მისია გახსოვს ვერტალიოდით რომ ვერტ ფრენდ რომ ის უნდა გაგეკეთებინა რაღაც. დინამიტები რომ გაგეკეთებინა რაღაც. ხო, ეგ ვაისი. ინგლისური. იპოვე? არის ხო? იდოს ეგენი მაგრამ მე კაი, ამას switch-ი გააკეთე. რა არის? კაი, ამას switch-ი გააკეთე. Player settings შევიდეთ ახლა. და შეხედეთ ამას. ხო, ეს ჩავანაცვლოთ, მოდი. მარით ჩავანაცვლოთ. დიაპაც. ის ხო გვაქვს. ჩვენი ის. ხო და მოთამაშის ის ცალკე ფოტო არ გვაქვს. ის ხო ამოჭრილი გვაქვს რა. ხო და ეხა სატესტო მოდი აი ეს აფეთქების ის რო არის ამას ჩავსვა. ასე გეცეთ. უბრალოდ ის ჩავსვი რა ქვია. აიკონი. ისთვის. Android-ზე უნდა დავბილდოთ მობილურს. არ მე შემოვიცი ანუ უბრალოდ კლიკი ჩავსვათ დაჭერის დროს. არა, ეგენი არ ჩაგვიწყდა. კოდი არ გინდა რომ სენსორი აღიქواس? არა. ჯერ არ ვაკეთებთ მაგას, უბრალოდ ბილდავთ და ტესტავთ როგორ გაეშვება მობილურს. ისე კოდი უნდა ხო სენსორის კი. აქ იმაშვება. აქ იმაში logo duration-ში ირჩევს. კაი. აი აქ publishing setting-ებში. არა, publishing setting-ში. როგორ? ინტერნეტის გავაკეთე. არ ვიცი. Publishing setting-ში საჭირო არის ეს key store manager-ი რა. არ იქნება ეს. ჯეკიანი არის და არ იქნება. აი რა თქინდა. მოკლედ ახ აქვს მოდი დაჯექი და მოისმინე, ჰა? კაი. მოუსდე.
კაი, შეხედეთ ამას. ჩვენთან იგი დარჩენს. ხო, არა, უბრალოდ ამას შეხედეთ. აი, ადრე რო ეს გამოვერთეთ რა არის. ადრე რო ტესტავდით ამას აიკონებს ჩასმას და რაღაცებს. მან ხა Android-ზე რო დავსვიჩე, აქ გაუჩნდა ეს publishing settings, სადაც შეგიძლია რომ ეს keystore manager-ი, ან keystore-ი შექმნა. keystore-ი არის იმისთვის, რომ აი მაგათაც მე Google Play-ზე თუ twirთავ, რაღაცა parole-ს და იმას აყენებ რა, სახელს აქ keystore-ზე. და ამ keystore-ის გარეშე ვეღარ ატვირთავ იქ updates. ანუ აუცილებლად ამ keystore-ით უნდა გქონდეს დაბილდული რა თამაში. რა არის? რანაირი? სხვა რაღაც დამტენია ალბათ. ხო და სხვა ლეპტოპის დამტენია ალბათ. სხვა დამტენები არ არის იქ? ისე გამიწვილი არის შეიძლება. მე შეიძლება. ყველა წერტილი უნდა იყოს, მაგრამ იქ შუაში შევიდეს, ხო. არა. არ არის დატენილი? ჩდება. აი არა უშვის. მინუს 500 ეურო ჯორჯიან მანგანს. მოკლედ. ეს keystore არის მაგისთვის რა. აი ვსია. brightness დასერჩები. ანა შეიძლება გქონდეს არ ვიცი. და ეს ადაშვენის მაინც გამოიწერა. უნდა გამორთო. თუ გამოიწერა ბოლომდე გამორთე, იმითის უნდა გამორთო. და თავი ამოჩართო. რა, აი ხასე დაგმოწერილი რა. ეს უნდა გავთიშო, მიუთავი. არა, გავუშვი ახლა ამას. მე აქ other settings აქვს კიდე. აქ უნდა ჩაწერო package name. ესეც არის ერთ-ერთი ხო, key არის იმისი თამაშის რა. ამას ვარქმევ. მე ყველგან ეგრე იყენებ რა Google Play-ზე რო ატვირთავ, იქაც სულ მაგას ვიყიდებ რა. ხო და ესე უნდა იყოს com რაღაცა ჭიათურა და space shooter მაგალითად რაღაც ეგეთი რა. ანუ ჯერ com-სერ, მე წერტილს, მე რაღაცა სიტყვა რაც გინდა, წერტილი და მე სახელი იმის თამაშის. მე აქ ვერსიას წერ. აქ არის კიდე minimum Android ვერსია, მისათითებელი, რაზეც გაიხსნება შენი თამაში რა. შენ რა ვერსია გიყენია Android-ზე? მას მე ნახე აქ game-ში რო გადახვალთ, იქ game და სიმულატორი რო არის. ხო. სიმულატორზე და მანდ იყო, მაგრამ ბევრი ტელეფონის ვერსია არ იყო. რამდენი Samsung-ის იყო და iPhone-ის. ხო, არა, ეგ უბრალოდ რო გატესტო რა. და აქ უთითებ, რომ დაბილდავ თამაში და მობილურზე გახსნი, თუ მაგ ვერსიაზე არ არის. ანუ მაგ ვერსიაზე დაბალი ვერსია თუ გიყენია ეხა შენ. აი მინიმუმი არის ეხა აქ level 22. დავსეჩოთ აბი level 22 Android version 5 და 1 არის. ამ ძალიან ძველია რა. 9-დან 0 არის ახლა და ესთვის 9-დან 0. Android 15-ის სამილას. კი, ან მინიმუმი არის ეს. და მეცადე API level 36 მიწერია, ეხლა მე
ბოლო ეგ მაქვს ჩაწერილი და 36 ნახოთ რომელია აბა. Android 16 არის. ან მაქსიმუმ Android 16-ზე გაიხსნება. კაი. და აქ ერთ-ერთი კიდე რაც არის გადასართვალი, აი scripting backend mono-ზე რო აყენია, ეს უნდა გადაცვალო აი ამაზე რა. ყოველთვის. როცა Android-ზე ვიყავ ხო? და ვსო. ეგ რა შევარი? მობილურისთვის უფრო ოპტიმიზებულ იმას იმუშავა რა. ვსო, ეგ არის. და ეხლა ცადოთ აბა დაბილდო. მე გადადიხარ build setting-ში ისევ. Android-და მე აი switch platform. და Android-ზე აქ უკვე build აწერია. build-ს დავაჭერ ეხლა მე. და შევინახოთ ეხლა საერთოდ Android-ის აქ რო გავხსნა რა სიტყვაა? დოკუმენტებში. უბრალოდ შეიძლება. როგორ? Android-ის აქ რო გავხსნა. ჩაიდება მანდ. აქ უნდა დაარქვა სახელი რა, იმის build-ის დროს. Windows-ზე რო build-ავდით ხოლმე ხო, folder-ს ვირჩევდით, სადაც შეინახავდა და თვითონ არქევდა სახელს და Android build-ს როცა აკეთებს, ერთ ფაილს აკეთებს. და სახელი უნდა დაარქვა რა, space shooter. ერქვას უბრალოდ. შეგიძლია 1-დან 0-იან რაღაც ეგეთებიც მიაწერო ხოლმე. კაი, save-ს დავაჭიროთ და თავად თუ დავიდოს. კაი, ხანია არ გამიბილდოს Android-ზე აქ ამ მაგიდან და მაგაზე უფრო ძნელია თავა. არა. მაგზე მე შევლებრად build-ო ამას არ მაგია. ვიცი თუ აქ აი ზოგ სხვა აი ესე რო აქ თერას როგორი ასე შავად აქ გამოწვი. ხო. მაგას შევქმნა რაღაც პრობლემა. და აი რაღაცებს ფარავდაო და ხო, შეიძლება. უნდა ჩამოწნეული იყო რამოდენიმე თიან რაღაცა და მე ცუდად იჭმე. მან ხო პიქსელები არის რა, ეკრანის ზომა და რამეზე. რავი, გააჩნია მობილურს. განსხვავდება ყველას ეკრანი. ზოგზე დაჟე ესე გადადის დამღამებული აქ, აი აქეც როა, ესე მრგვალად როა. Samsung-ის აქ ხო. და იმას კიდე რა ქვია გაჩი. Honor-ის 400 რო მოვიდა ახლა მაგასნას. რაღაც დივაისები არის მაგალითად აი ძველ Nintendo-ს აქვს, ქონდა ესეთი ხო არის რა, Nintendo და კიდე ეკრანი ხო ქონდა დიდი და კიდე პატარა ეკრანი ქონდა დაბლა. და ანუ შეგეძლო რომ იმ დიდ ეკრანზე რაღაც თამაში გაგეშვა და ქვევით კიდე რაღაც პატარა თამაში გაგეშვა რა. პატარა ეკრანზე. აი მამათავკიდე მაგვიყვეს ასეთი რაღაცა. ცალკე მონიტორი და კიდე ასეთი რაღაცა ასე იკეცება. რაფერიც იმის პერსონაჟი ხო გინახე აქტივი მოგეთი მონიტორი აქვს თქო მიგონდა ხო დაკეთო წერენ რაღაცა აკვი თამაში რო არის. ხო. მაგას ამ ვიდეოსაც აუყურებენ რაღაცას სწავლობენ. აქ ესეთი რაღაც აი აქ მაგალითად მომგონი. და აქ მეორე მონიტორი და ასე იკეცება. აქ გამოსადეგი რაღაცაა და მას ახლა რა შევცვალო? ახლა player setting-ში შედი. ჩამოსკროლ დავლა. ეს ლოგო ისე თქოს. ხო, თუნდაც დააყენე. აი select-ს უნდა დააჭირო და მე აიჩი. აი select. კაი, არ გინდა მაშინ. რამის დავაყენე ლოგოს? აი ეს ფოტო გაიქს. ეგ არის დაყენებული და უბრალოდ აი აქ იმას ქენი ეს დააბატარავე ცოტა. პირიქით. და გაადიდე, ეს ორჯერ დააჭირე მაგას. ან კუთხეში მოკიდე და გაადიდე. თვითონ ეს ტაბი რა. და მე დავინე. ვერ დაბილდა ამან. რატომ? მას ეს ასნიშნავს აქაც წერია ხოლმე. ერთი მაინც დიდი ასოთი უნდა გქონდეს პასვორდში, რომელიმე ასო. Android is starting real day. ორი დახნა რა შევცვალო publish setting-ში მას. თუ სამ keystone manager-ში ხომ? არა, მანდ other setting-ში გადადი.
და იქ გაცილებული ვეთროა. აი მან ჩაწერე com.is წეღა როგორც გითხარი. აქ მეგონი 35 უნდა მივუთითო. და ეგრევე ჩადო და ბილდო. გილე ამბი 5 და არა ისა მინიმუმია. მინიმუმს უმაღლთაზე დააღარ. სოციალიაში ინტერნეტი დასერჩო და ნახო რომ რა Android-ზე პარამეტრებიდან ხო შეიძლება. აი და mono რო აწერე, უნდა გადართო იმას. პარამეტრებიდან შეიძლება ნახო. ვა, ხალ არ ბილდოს. რა არის? ეგ Android ხომ იგივე რაც UI რო აწერია მე მგონი. UI 15 რაღაც. დავსიო მეტი არაფერი. ხო, მეტი არაფერი. ხა გადმოდი ისე build setting-ში. დასები ვარ უნდა. არა. აქ ისე build setting-ი გახსნა. თუ გახსნილი გაქვს და build-ს დააჭირე. ხო? ვარშია. ეს რაღაც საიმპორტებს და მაგერ დაელოდე. ვა, ვერ ჩათო შენ. ეს გამოვადეს და ეს ჩავარდა. ისეთი ამჯობია. ცადოთ მე რომ მოვჩერდ. რამ ფოლდერი არჩი, ხო ცალკე ფოლდერი შევუხმენ და ეგ არჩი და სახელი დაარქვი. სახელი უნდა დაარქვი. მან დაარქვი და დავილ. აი ეს ფაილი საკმარისია გაიგზავნო და გაიხსნება რა. ეხლა ავტვირთავ მე. და გამოგიგზავნოთ. email-ებზე. Discord-ი გაქვთ მობილურში გახსნილი? კი. მასიტინგი გაქვთ, ეს ცანცოდია და. კი. დავგავშეთ. მას მაქვს PlayStation-ზე დაგიტვაშული. კი. აი აწედი აქ. რეტრო კონსოლზე. მარა ის გინდა რა ქვია. თუ გამოძელია. ლიცენზია გინდა რა. და აქ ეწერა ხოლმე შეიძლება რა ჩემთან წერია. ხო. ეგ რა წერია? ტვოს ეგ რა გარნე და TV0 დაბილდა. მეგონი ეგ არის. ეს ვიჟენი რა მაგარი რაღაცა იქნება ჭი. რომელი ამას? დევდოქვი. College არის. დევდო 1-2-3. გადარასვებს. მას დევდო მოსნიშნოს. დევდოს მეძახიან, დევდარიანი ვარ გვარად და მაგით. ხო. და თქვენ ახსენოს მარტო ჩვენ რა შეგვიძლია ვნახოთ თქვენი ვიდეოები. ლისტით მაქვს და მაგით. მარტო შენ არ შეგიძლია, ვინმე თუ გაუგზავნი, იმას შეუძლია. ხო, ეგ არის. მაგით მიგდო ცალკე შევედი თქვენ ახლა და არ გამოვაჩინე. რამდენიმეჯერ მოგიტოვე, მაგრამ მას გამაზე ყურებ. გავხსნი თუ გინდა რა. ლინკი ხო გაქვს და ლინკზე გადადის ეგრევე და. გავხს დავაფაბლიკებ მაშინ. ვერ თვითონს არის. მას ნახეთ პაროლები ესე რომ ინტერნეტი არის ძალიან ნელი რომ მაგ. დევდო ერთი ყოფილა.
აქაური ინტერნეტზე გადავიდა და მაგით. ამაზე ნაკლებად ადამიანმა არ უნდა გიხსნას როგორ უნდა გამოიყენო. შუაში რაც დევს ამაზე გულისხმობ. შეასე ტელეფონში თავისი ჩაითვლება. შევაერთოთ. ნერადერე ჯუნდაში ხაერთო. არ ერთდება. არ არის კარგი საქმეები. ამ შემთხვევაში რა მოხდება მას? ერთი სავარაუდოდ არის რისივერი. ერთში უნდა ილაპარაკო, მეორეში მიიღო. ხო, წერო, ერთში ვილაპარაკობდი. იქნება მეორეში. არა წერია რისივერი რომელია? მოდელია წერია. ძალიან ხარისხოვანი. მაგრამ რა ერთნაირებია ზუსტად და რომელი რისივერია რომელი. ნუ ერთი რაღაცა შევამჩნია მას. ამათ თუ დააგვირდებით, ამის დატენა შესაძლებელია, იმიტომ რომ აქ დაგვირდეთ ოქროშად როგორ აქვს, მაგას არ აქვს მას. ვიცი და აქ რა საერთოდ მე. სადაა? აქ, უკან. ეს მობილურში და აქ რა უნდა შეერთო? ვერ ხვდები. მინიმინა ვერ ხვდები. თვითონ ამ პრინც ჩავწერა, ამ მიკრონებს რა. რევიუს. როგორ ამას საფრთხე ინგლისურად. კაი, მე უყურე, მოდი ხა აქ არ უყურო, თორე შეიძლება YouTube-მა დაბლოკოს მე ეს. რა? ვიდეო, ეხა ხო ვიწერე ამას. და YouTube-ზე რო დავდებ, შეიძლება დაიბლოკოს მაგრამ. თბილისში საცხოვრობთ მას. თბილისში არ ცხოვრობ, რუსთავში ცხოვრობ. საერთოდ სახლი გაქვს ამას. კი. ეს ლუჯიგილაკები აქვს გვერდს. შედარება მაგის. მაგით ალბათ pairing ხდება რა, კავშირი. როგორ გავაფაბლიკო ხა ეს? ალბათ აქედან ხო? აი, ანგლისით არის ყველა. ლინკით გადადიხარ მარტო რა, ლინკით უკვე. ახლა ყველა ნახავს. ხო. და პრივატზე რა ხდება პროექტის შემთხვევაში? პრაივატზე ვერ ნახავ. მარტო შენ ნახავ და სხვა ვერ ნახავ. ხო, სხვა ვერ ნახავს რა. მე ვიგულისხმ. რო გავუწუნო მაშინაც ვერ ნახავს. ვერ. და ისეთ რაღაც როგორ გავაკეთო? ლინკებს რომ შეიძლება ეს გადასვლა. მარტო შეგეძლოს ყურება. აი ეს არის unlisted როა. unlisted არის ლინკს მე რო გამოგიგზავნე და მაგ ლინკზე გადახვალ გაგიხსნის. მაგრამ სხვა უბრალოდ ჩემ ჩანელზე რო შემო ვერ დაინახავს ამას რა. ეს ლინკი თუ არა აქვს ვერ გახსნის. კონკრეტული ვიდეოს ლინკი. და screen recording-ი რო შეუძლიათ ხოლმე აქვს და ვიდეოს გადმოწერა. YouTube-დან? არ არ გავხსნის. იქნება მინდა ნახოს არ მოიპაროს რაც ჩემი ვიდეო. მაგას ვერ იზამ ხა YouTube-დან გადმოწერა, ცალკე საიტები არსებობს YouTube დაუნლოდერების და ეს ლინკი URL-ს გაუთითებ და ხო. აი მაგალითად ეგ ლინკი მაქვს და სხვა საიტ კომენტში შევძე რომ ამოვაგდებს. კი, ნებისმიერგან რო შეხვიდე მაგ ლინკით გაგიხსნის. მაგრამ დავაფაბლიკე უკვე და გამოჩნდება ყოველთვის. შეიძლება შესაძლებელიც არის რომ ყველა ერთად მონიშნო. სადამ დაიწყო ამაზე მუშაობა მას გადამაცა. ეგ ქუთაისში ძველ პარლამენტს სადაც არის. მაგის სიახლოვეში რაღაცა ჯგუფი გახსნა.
AI რაღაც AI-ის კითების რაღაცებში, რაღაც კურსი არ ვიცი. შვენიერი. ძალიან იჯერია. კაი, დისკოზე ჩაგიგდებთ ახლა ამას. რომელი ლეველით დადეს მას? ახსენებო. ეს განმოწერა უნდა კონდეს პირდაპირ მაგი. ვეტრანსფერს ხარ ხომ? მაგალითად, არის თან ძალიან რაღაცა მაგარია. მაგრამ თან ის არის რა ქვია. download-ს აჭირე. იმ საშუალებას თქვა, რასაც არ გადავს Messenger-ში დიდი ფაილები გადააგზავნო. ხო. და Discord-ით 10 მეგაბაიტისებით ვერ მეშვები. ხო. ახლა Messenger მომივიდოს. თქვენ რომ გამოვაკეთოთ ვიდეოები. აქ სულ 5 გიგაბაიტიანი იყოს, მაინც არის შესაძლებელი. ხო, მაინც. ახლა აქ სულ 5 გიგაბაიტიანი იყოს. ფაილი მაინც შეიძლება რომ გადმოწერო. ამ საიტზე. არა 2 გიგაბაიტამდე შეგვიძლია უფასოდ დათვრთვა. და თუ იყიდე subscription-ს შემარისია 2 გიგაბაიტი. Google Drive-ზე 25 გიგაბაიტს ადრესო შეგვიძლია. ნეგჯობი. ხო. მეგავიცოდი. აუ ეს გიგა. ეს და აი ეს icon-იც ჩანს ხო? No, I didn't scan it, don't know. All details. ის გონია რა ქვია. ვირუსიანი. ხო რა, ანუ ცალკე აპლიკაცია რო არის და არა გადმოწერილი Google Play-დან ან რაღაცა, ეს ვირუსი შეიძლება იყოს რა. დიბიტიანი რას ნიშნავს? მაგას გაფრთხილებს. ოპა, აიხსნა. აჯა. მაინც ვერ გადმოაყენე. ესე უნდა იყოს. ხო, მე შეგვიძლია შეზღუდო გავუკეთოთ, რომ ესე ვერ გადმოადრეალებს საერთოდ რა და მარტო ესე იქნება. ანუ ესეც რო გეჭირება, ესე გაიხსნება რა. და უი, ისინი აწეული გაქვს ხმა? ხო. ხო, მაგრამ ის არის ყავს. მოდელზე ლოდინი თუ რილაკებს კი? რეალურად უნდა ლოდინს თუ? კი, სცენა იტვირთება ეხლა. ეგ არის. არაფერს არ შევა. ხმა რა თქმა ისმის. გათიშული გაქვს მეგონი ხმა. აი, დაწევი. დაჭირება რესტარტს? ო, ის. ხო, უბრალოდ სრულად რაღაცები არ მუშაობს ჯერ. პროვეკუდები. აუ, არ და სკორიც და იმას გავტესტავდით. აი, იმას ვიზამთ რა ქვია. ჩაიწერა შეთარა არის. გადმოატრიალე. ბათონებსაც ემასაც ჩოლოთაირებს. მესიმას აიქოს უბრალოდ. სიტყვები მე რა მოვაყენე. რა? ბათონსაც ჩოლები დაიქოს მეთქი. კი, ბათონებს ჩოლები დაიყოს. ხა უბრალოდ სროლის ხილაკი გავუკეთოთ. მარჯვნივ დაბლა კუთხეში მეგონი მოუხდება. გახსენი ერთ წამს კიდე. მას ნილეზერის როგორც აქვს, აგეთ ხარის დაჭერისას. აქეთ წავედი ზაქთას აქეთ დაჭერისას, მაგრამ გვერდზე კონდეს აქ. ანუ იმას ეგეც შეიძლება, მაგრამ არ ჯობია რომ ერთი თითით მართო, მარჯვნივ მარცხნივ უფრო მარტივია. მას ის როგორც მაუსის სადაც დავაჭერ ჯოისტიკით რა. სადაც დავაჭერ. მას ის არ ხდება ძალიან. ის ფიქსელები game over-ის ეს მაგრად ხდება, მაგრამ ჩარტი გამოახედე გაბრიელ. აი ენერგია არ ხდება რაღაცნაირად აქეთ. რა არ ხდება? ენერგია. მე სადაა? ისა? ხო. ეს გულების გამოსაძებელო. ფერიც ეს არის, მეგონი შესაძლებელი არის. ენერგიის. გამოსული. ხო და გულების აი კარგი, მაგიტოა კარგი რა, ესე გატესტვა რომ ეგრევე ნახულობ იმას რა. ეგ შეიძლება. დაიწყო და ვერ გასვაჩერება. ესენ დახა როგორც აპლიკაცია შეხვდება. აქ შესაძლებელი გასაკეთებელი რო ხარ. მე მუსიკა გამორთული მაქვს. უი, ის სეტინგებში ვერ შედი. მან ვერ შეხვა, იმიტომ რომ escape-ზე გვაქვს ის.
რა ქვია, დაპაუზება. ხო. დაპაუზების აკაც აჩვენებს ჩვენ როგორც აპლიკაცია. დაპაუზების ღილაკიც უნდა იყოს. აუ ეს მაგათ გამიხარდა ახლა. რა, ეს ასე. მან რო გაიხსნა, ხო? ექსტრო დავაჭირო გამოვა? კი, დააჭირე. არ შევა, აი, გამოვა. მაგრამ და რა ის ერთამია, ჩადოს შადაუნდება ამდენი ხა. თავიდან უნდება რა, მე რესტარტზე სწრაფად შევა, ხედავ, ნახე. თავიდან პირველად რო შედის, სჭირდება რა დრო. ეს ისე ჩამოწევრო იყოს, კვებით უფრო მოხდების. შუაში რო იყოს. ხო, ეგეც ჩამოვწევთ. აი ხო, წაგერ რესტარტს დააჭირე და ეგრევე ახლიდან დაიწყო. ხო, აი. აქ დაპაუზების ღილაკიც სადმე ჩავსვათ, რომ დააპაუზო რამენაირად. მას ამოსკროს და იმას ჩემს ჯობია რომ ვალთა ტყუების ლოგო დაახატო და გვერდზე ეგეც შეიძლება ხო, მაგრამ აი ტყუის ის გვექნება მაშინ საყვარელი. ასევე ამათი ისინი გვაქვს ჩასაგდები. გალოს. ამათი დიზაინები რა, ეს თეთრი რაღაცები. მას თქვენ რო რთავთ ახლა მან თამაში ჩადარფას და იმას მაგაც უნდება? კი, აქ უფრო დიდხანს მოუნდება, იმიტომ რომ ეს არის რა ქვია. ეს ენჯინიერი. მას არ თვითონ აი ხა პირდაპირ ის არის, თამაში ირთვება და. აჰა, ესე იგი მან დარაჩვენებს. ამ მე რას გამოდიჭე loading slot-ს აქ. ხო, არა, აქაც აჩვენებს უბრალოდ ძალიან ჩქარა შვება ხო აქ. ნუ იმიტომ რომ კომპიუტერია მაინც რა, მიუხედავად იმისა რომ ენჯინიერი. აი თალაც ძალიან ჩქარას არ შვება. არა, იმასთან შედარებით კი. ხო, დიხარი უნდა. კომპიუტერი ხო უფრო მძლავრი არის ვიდრე ტელეფონი და მობილში. კაი, აქ სეტინგებში სად არის ეგ ისა? აიკონში სადღაც უნდა იყოს other setting-შია მე მგონი. აი ეს პორტრეტი და ის რო შევცვალოთ რა. landscape. არა სად არის არ მახსოვს. არ არის. აქ არა. Resolution and presentation აქ იქნება. აი აქ იმის მონიშნა შეგვიძლია. Full screen-ზე გაეშვას თუ window-д იყოს რა, ჩაკეცვა და გადიდება რო შეგიძლია. ოღონდ ამაზე ვიძახე მე კომპიუტერზე როცა დავბილდა. ნუ ამაზეც იდეაში. Bit type აი portrait upside down-ი. ანუ ამასაც მნიშვნელობა აქვს რა, როგორ ათამაშებ. ესე თუ პირიქით ესე. მიხდი? ანუ ეხა აქ არის როგორც დაიკავე. ორივეს მონიშნა მაშინ. Landscape right-ს და landscape left-იც მონიშნული გექნება და უნდა ესე ითამაშებს, უნდა ისე ითამაშებს რა. პორტრეტები გაუთიშოთ აქ. პორტრეტს და portrait upside down-ს გაუთიშავ. Upside down-ი არის პირიქით შეიძლება ითამაშო. ამოტრიალებულს. სამოზრვა. ხო. აი ამებს გათიშავ უბრალოდ და მარტო landscape-ზე იქნება რა. და როგორც ვიქნები გადმოტრიალებული იმაზე შევფიქრე ხო? ხო, 100 მაქვს, 100 იქნება, 100 მაქვს ისე. ხო. კაი, ახლა შენ რაც შეამჩნია, ეგენი გავასწოროთ. Loading screen-ზე თქვი, ხო? დიახ. Loading screen-ი ცოტა დავლა ჩამოვწიოთო. Loading screen-ი არა გულები. აი, იმან ნიკოლოზმა თქვა. ეს ორივე ჩამოვწიოთ ცოტა დავლა. ხო, შენ გულები თქვი. ესე? ეს ზუსტად შუაში იყოს. ესე? დიახ. ოკეი. და ეს game-შიც გვაქვს, ამიტომ game-შიც გადავიდეთ და სად გვაქვს loading screen-ი? მას ახალ პროექტზე დარს დავაწყებთ თავს.
ან შემდეგზე, ან შემდეგზე. რამას? ან შემდეგზე თქო რა. არ როდის კი არ რას დავიწყეთ? პლატფორმას, 2D პლატფორმას. ანუ პლატფორმას კი. მიელოს ვინეგემოიცი. მაგ სტილის თამაშს რა. მაგნელი პონჩი ჩარჩავდი ახლა მე რო ფოტო ჩავაგე. ხო. დანახეთ. თუ გახსოვს აქ არ გვაქვს ისა? რა? loading screen. მასე ჯაშოშია მასე. ნუ მაგი. რა. მოიცადე აქ. ხო, აქ რატო შევედი? მეგაბაიტი რა. მე მგონია 5-მდე იტყოდა. რამდენი? 5-მდე. 5 რა. მეგაბაიტი? ხო. 5 მეგაბაიტი ძალიან ცოტაა. მე თამაში ჩაიდე. ჰა? 5 მეგაბაიტს მე თამაში ჩაიდე ვთქვა ხა. აბო 80 ახლა ამისთვის რა. მე ახლა ის დიდი თამაშები წარმოიდგინება. ძალიან დიდი არ გამოდის ხოლმე. რა მაქსიმუმ 200 მეგაბაიტამდე რა. მე გახსნა პატარა თუ გაგიცე, მაგრამ ძალიან ისულად ახლა მე გამ. ხო. აი აქ არის loading screen-ი. ძალიან ძველი მასში შევედი და ესე ხო? ოკეი. კაი, ახლა გულები. გულები კი არა. გულები გო გამოსაწევი აქეთ? მარჯვნივ და ცოტა ქვევით. ოკეი. ესე და ესე. ოკეია? ესე რო იყოს. აი ესე გამოწვევთ. კიდე უნდა ხო? აი კუთხეს ჩამოუჭრის. აი მას. ის შეუცვალოთ რა მას. რა? ის ლურჯი. სად არის energy bar? ეს ხო? ხო. და გულებს და კიდე დავაპატაროთ კიდე უფრო მოხდება. და წარწერების მინდა ძალიან დიდია. და ისიც რო გავადიდოთ ცოტათი კიდე. ხომალდები. დავაპატარავთ ესენი 60-60-ზე? ეს 50. აი მას. მაგრამ ეხლა ცოტა ზევით ხო რა ვწევ ძალიან ქვევით. ეს მენდა უფრო რო დავახლოთ ეგრევე რეჟავთ. კი. ესე? ხო. რაღაცა ის, ხო? კი. ხო, და ცოტა გაიდება უნდა ნახეთ ასკამნებით მას ძალიან პატარა ხომალდია აქ. აბა რომელი? ნუ შედიხარ თამაში. ყველა საერთაშორისოებით ძალიან პატარა რეჟიმს. გადაატრიალე. ძალიან პატარა არის, ცოტა გაიდება მოხდება ჩემი ხტო. ოდნავ გავადიდეთ. კაი, energy bar როგორ რით ჩავანა ცოტა? ეს ცოტა დავაწყოთ აი აქ კუთხეში. ასე ვარ იყოს და ანუ გვერდებზე რა იყოს, თან ისე მიგმული. ხო. energy bar-ი. ნიულის ასესტო შეერქევა. არ ვიცი, ასესტორში თუ იქნება, არ ვიცი. კაი, ეგ მე მოვწებნოთ. კაი, ჯერჯერობით ესე იყოს. უბრალოდ ფერს შევცვლი ახლა ამისას. სად არის ფილის ფერი გვინდა? აი ამ ფერს ავიღებ რა, რა ფერიც ეს მაქვს. კაი, აქ რას მეუნები? მას კუთხეში ემო ტექსტი და ისინი. უფრო იქ მარჯვნივ მივწიოთ? დიახ. ეს. აქ ვისმა ჩაეტიოს რა ქვია, რიცხვი. ხო,
ხო. ეს ნოლები ერთმანეთს ჩამოგვთანაბროთ. მაგრამ როგორ ხანავდება ძალიან დიზელი გვახონ მე ვეღარ დაიდება. ხო, აღარ დაედება. არა, მე რას გეუბნებით, იცით მას? ეს ნოლები დიაგონალს სწორად იყოს. მივხვდით მას. მივხვდი, მაგრამ ეს სკორი და ჰაი სკორი ის არის რა ქვია. მე აღარ იმაში. ანუ მაშინ ეს სიტყვები უნდა მუზე გადაიყვანეთ, აქეთ გადმოწიეთ. რაზე? მუზე. აი ახაც. საერთოდ განმოწი. აქეთ. ესე ვქნათ? ხო. ოკეი. კაი, ესე შეიძლება. მოიცა? ის აი ამოს 0 აკლია. მოიცა და არა, ეს იმაში ეწერება. კოდიდან ეწერება. ესე ვქნათ ეს? ოკეი. და ხოლმე საიზი რო დავუყადარავთ. კაი. არა ეს სხვა რაღაცა. ეგ არის. აი იმაზე მომხმას. დავარაზე იცი. ამაზე ვთქვა. ხო და არა UI-ის რაღაცები მაგით სკეილით არ უნდა დააპატარო, აი სიგანტა სიმაღლით უნდა დააპატარო. იცი? და იმის სკეილით დააპატარო. ის რეზოლუცია ტელეფონს აჩენს რაცა. შეეცვლება. ძალიან ენერგია მიაქვს. რას? თამაში. დამჟდარი ხონდა ისა ტელეფონი? დამჟდარი არ ხონდა, ხარ დამჟდარი. 3%-ზე იყო წეგან. ახლა 4 რა თამაში. არ ვიცი. წეგან რომ მომაწოდა 3%-ზე იყო. მომატა მაშინ და ფაილს გასგა ენერგია. კაი, მოდი ეს იგივე იყოს. უბრალოდ ესენი დავაპატარავთ მაშინ ფონტები. 60. ესე? ენერგი გონი ნახოთ ახლა სადმე მას. კაი, ეგ მე ვნახოთ ხა მიწერწამს. რაღაც ეს ეს full HD-ზე არის, ხო? სად არის 1320. კაი, შენი ძახი რომ პლეიერიც გავზარდო ცოტაო, ხო? დიახ. ანუ 2 გავაკეთოთ? თუ 2 ძალიან ბევრი იქნება. არა, კაია. კაია 2. კაი, მაშინ ეს თუ გავზარდეთ. პრეფაბიც ხო უნდა გავზარდოთ ამის ტყვიების. არა? კი. მოიცა და შიგნით აი ეს ერთებზე არის და მაშინ ესენი იყოს 1.5. მოწინააღმდეგებიც გავზარდოთ, 2-ები იყოს ესენი. ეს 1.5. enemy 2. შესაბამისად explosion-ებიც გავზარდოთ. 1.5. Fireball-ი ისევაც გაზრდილია. აი 2 და 5 იყოს მაინც. ისიც გავზარდოთ 1.5-ით. კიდე რა არის ესენი 0.5. აი მოდი ამათი დიზაინები ვიყოთ. ან ეგ ახლა მე ვიპოვოთ და ეხლა გადმოწეროთ ასეთ სტორიდან. ენერგი ვარიშის.
ეგეც ვნახოთ თუ იქნება და თუ არა და energy bar joystick-ად მოვიწეროთ რა. რო სიარული და სრულად გავტესტოთ იმას. მაგრამ ისე რომ იყოს სადაც დავაჭრეთ იქით რო წავიდეს. მას თვითონ ეს არ გააფუჭებული. ეგეც შეიძლება კი. ნახეთ მას. ასე ამას რო ერთებ ეგ ის ინტერვიუ. მაგრამ ეგ ტენის ხო, ეგ მაგით უნდა დატენო. ამით, ეს უნდა დატენო. ეს უნდა შეერთო, ამას არ აქვს შესაძლებელი? ეგ დატენილი იყო 4-ზე. 4-ზე ხო, აი ამას ტენი და მე ეგ ტენის ამას. ხო, ეგ ვიცი გასულ. ნახეთ გამიგეთ ეს რო გაფუჭებული, ეს არ ანთებს ამას, მაგით მაგისგან. ეს უჩვეულებრივად ანთებს, აი ნახეთ. გასხობის ხო? ამას დატენო არ ხო, მაგრამ ამას არ უნდა დატენო და მაგიტო. ხო. ეს ხო იმაში ერთდება. აი ესეთი არის, ეს არის ეს ბანძი. ჯერ უფასოები ნახოთ აბა. თალთ კარგები არ არის. მას ეს ჩამოწეთ რო თქვით. აი ეს ძალიან გაიჩინე. რომელი? აი ეს მაგრამ გურჯად რო გადავაკეთოთ. ეს? კი. ამას ჩვენი არ ჯობია კაცო. იგივენაირია. ეგ ვინახავს თამაში, ეს ზომბი ადრე ზომბი თამაშობს თამაში. ხო, მაგრამ ეს პიქსელებიანი არის და ეხა პიქსელებიანი. პიქსელებიანი გვინდა რა. ეს ძალიან ის არის დახატულს გავს. აი, მოდი ჯოისტიკზე გავაკეთოთ ჯერ. და ის მარტივი არის შესაძლებელი. ნო. რილაქს რო დავაჭირო რა ხო? არა, რილაქსი არ არის. ეკრანი სადაც დავდეთ იქ რო წავიდეს. ეგ რთული არის. ეგ მაგის გაკეთებული ცოტა რთულია. ხო, შეგვიძლია ვნახოთ მე ეგეც მე. ხა ეს მარტივია ჯოისტიკით და ან მაგაზე რა შეიძლება იცი მოფიქრება ერთი ვარიანტი არის რომ აი touch screen-ზე ან screen-ზე touch-ია მოწმო რა რომელ პოზიციურად სადებ და მაგის მიხედვით გამოზრავ და მეორე ვარიანტი არის რომ უხილავი ღილაკები დააყენო რა აი წარმოიდგინე რომ აქ რო ბატონი გააკეთო უხილავი ოღონდ და მეორე ბატონი აქეთ ეგეც უხილავი და მაგას რო დააჭერ მაგ ღილაკს დაეჭირება ეს ის ვინა კიდევ ისა ბუსტის ჩავხე. ხო. აქ ნამა. დაუნლოდი. იმპორტი და joystick pack. ამას ფერის შეცვლა შეგვეძლება წესით. აი joystick pack-ი პრეფერაბი აქვს თავისი და აი ეს fix joystick-ი უნდა ჩააგდო რა canvas-ში. ნახე? fix joystick-ს მოკიდებ, canvas-ში გადააგდებ. და სატენია გაკეთებ. ჩახდება აქ. ჩახდება აქ. დიდია ძალიან. ხო, დიდი არის. გეიმში როგორ ჩანს? თქვენ რო ჩამოწიოთ 256 და 256-ი არის. 200. ეს ეგ მოიცი. მას თქვენ რო ჩამოწიოთ ცოტა. ხო, მაგას ჩამოწევ ერთს. 250. მარტო იმას აპატარავებს. მარტო გარეთაცეს აპატარავებს. ხო. handle 100-ზე. ასე გინდა რომ ფასურო თვითონ თავს ნამუშევრებს ფული არ უნდა. თუ თვითონ ანუ უფასო რაღაცეებიც უდევთ და ფასიანების რამე შეიძლება გადახვიდე ჩანელზე და ის ფასიანებიც ნახო. ყავს იმერკიდული ხო მაგათ. არ ვიცი. ეს 10000 რაღაცა დაგულვა აქ ამას, ამ ჯოისტიკს.
შეიძლება unity უხდის ეგეთ კაი იმას თუ შეიძლება. ეგეთ შეიძლება. კაი, ეს ნორმალურია? ცოტა ხوار გავზარდო. კი. სულუსიანი ჯობია. ასე? კი. უკეთესია, ძალიან დაბლა რო არ იყოს. ცოტა ზევით ავწევთ. რაღაცა ეს. რო დაბლაც რო ჩამოვიოდან მე ამას, ეს ნახე როგორ მუშაობს. ესე რა. ამან ხა მე რომ ავუსვიყენებ, თიც დააჭერ იქ რა. ფერის შეცვლა შეიძლება ამას. ფერი ხوار შეუძლია. რაღაცა გავაკეთოთ. რა? შენ რო გაკეთო ჯოისტიკი? კი, როგორ შეგიძლია. მაგრამ მზა რაღაცეები რო არის, engine-იც მაგიტოა რა, კარგი რომ აი გიადვილებს რაღაცებს რა. ეხა სუნულიდან დაწყება არ გიწევს რა. ადრე როგორც წერდნენ თამაშებს, ეგრე არ გიწევს. მზა რაღაცეებს იყენებ და უბრალოდ სწავლობ ეს მზა რაღაცეები როგორ გამოიყენო და რა შეიძლება რა. ნუ ისეთ ფუნდამენტურ რაღაცებსაც სწავლობ, რაც თამაშისთვის გამოსადეგი არის და ასევე კაი, ფერი მივცეთ მოდი. აქაც იგივე ფერს ავიღებ. მას ამ შესაძლებლობას რა ქვია, Type-C რა და რა ქვია? არ ვიცი ეგ რა არის. რომელი? მიგარ Type-C. Type-C-ა ხო ეგ. ამ ვარ მუშაობს ასე გამოდის. კაი, ცადოთ მე ჩემთან. კაი, ეს და ამის ფერიც იგივე ავიღოთ მოდი. მე მგონი ეს ფერი მოუხდება, სხვა ფერებიც ისეთია და. კაი. ეხლა ნახეთ ეს როგორ უნდა დაუკავშირო იმას. რა ქვია? სკრიპტიდან რა, მოძრაობას. ჩვენ ხო მოძრაობა გვიწერია. Player script. ახსნათ player script. შენთან ისევ იმაშობა? ხო. დიდი ხანი უნდა. კაი, მე გავაკეთებ. კაი, აქ გვიწერია ჩვენ player mode. უცნაური ის გადმოვდგათ რა. აქ არის ახოს რა შეიძლება. სპეციალისტ მასშტაბი. აქ არის. აქ თუ დადგამ დამოუკიდებელიც აქ შეერთებ და აქ დადგამ. მაგრამ რავი რანაირად მოიტან მეგას. თხილად ხელი არ მიადო იმას. უკანა აქ ისა? აი ქვეშ გამოაძვრინე და მე იქიდან შეერთე. იმასთან ახლოს არ დადგა ფურცლებთან, თორე კაი, აქ ხო გვიწერია ჩვენ აი Movix-ი. იმით გამოვხდი. ალტიფუტ. Control Alt Delete. Das meine ich hier was. მე ვასკაც. გამოწია ის ფურცელი, თორე დაიწვევა. ირანის რაღაცა ხარ.
ანუ გონია ეგრე ზამო გახდეს. არ ვიცი რა. ცუცკერის ბატრი მანდაც. კაი, აქ უნდა დავწეროთ აი ეს სადაც გვაქვს რა, მოვისაც გვიწერია. joystick fixed joystick აი ეს რაც ჩავაგდეთ წერა და რაც joystick შეგვიძლია დავარქვათ. და მე player move სადაც გვიწერია აქ. აქ გვაქვს ჩვენ ახლა move ხო ესეთი რაღაც უნდა ვქნათ რა ეს დავაკომენტაროთ. და move x-ი უნდა გავუტოვოთ joystick horizontals ახლა მანამდე ხო input get-x-ის horizontals ვუტოვებდით და მაგაში ინახავდა და იმაზე დუზე და აზე დაჭერას და ახლა კიდე იმ joystick-ის იმას შეინახავს რა და move y-ი უდრის joystick წერტილი vertical ზუსტად იგივენაირად რა. Okay, ამას დაასეივებ, unit-ში გადმოხვალ. და ერთ-ერთი რაც უნდა გააკეთო არის რომ player-ი მონიშნო და ეს joystick-ი ჩააგდო რა, რომ წვემა კონდეს მაგ joystick-თან. ეს. So, ავნახოთ თუ იმუშავებს joystick-ი. სტროლო უნდა და იქნა. ხო. იცი, ფილაკებზე აღარ მუშაობს. ის რაღი ამებზე აღარ. გავთიშე და მაგას პაუზის. აი დავაკომენტარი. ხო, პაუზას შევცვალე. ხო შეიძლება ორივეთი რომ ემუშაო. კი. შეგიძლია. ეხლა ღილაკი. დავსერჩოთ აბა რამე shoot ღილაკი. shoot UI. რამე თუ არ shoot button. მასიო იქ დავინახე მე. ძალიან დასერჩეთ. აბა. აი, ჩამოწევთ. აი ის მოხდება ჩემი ის. რა? ის ელოს ხო ხედავთ მოთ. აი მაგას boost-ს მას. ჰა? boost-ს მოუხდები. ხო, მაგრამ ანუ ის არ არის პარამეტრები. პიქსელიანი არ არის და ანუ ცუდად გამოჩნდება რა. აა. განსხვავებულად გამოჩნდება. პიქსელებით რახან არის ის? აი რაღაც ესეთი გვინდა. რომელი ვქნათ? პიქსელები დავწეროთ კიდე. უხმერთ. სულის გარდა ყველაფერი მომოვა. ნუ მაგრამ პიქსელი წაიკითხა. აი ეს მას. აბა შავი. ეს? ხო. აი ამას თუ გადმოიწერს შეუძლია background-ი მოვაცილოთ. აი ეს ვიპოვე მე, ხა გამახსენდა. აი ეს ჩავსვათ boost-ისთვის. ხო, კაი. remove background და background-ი მოვაცილოთ იქით. ალო. გაკვეთილზე ვარ.
კი, კაი. მას სამი რო გავაკეთოთ, მე შენი თამაში. შეგვიძლია, მაგრამ ორდეშიც ბევრი არის სასწაული და ჯობია რომ ორდეში გავაკეთოთ შენ. ხო, მაგრამ ხო შეიძლება ორდეშიც ან 3D ფაილშიც გამოვიყენოთ. 2D ისთვის კვადრები, 2D-ის კვადრები. ანუ ჯერ ჯობია რომ 2D ისწავლო რა და ორდეში რაც სასწაულია ეგენი ისწავლო. 2D-თან უფრო მარტივია. კი. ოკეი, ეს გამოიწერა. გაიამებს ჩავაგდებ ხა მე. სპრაიტებში. ეს და ეს აქ გვინდა ღილაკი ხო კანვასში. მარჯვენა ღილაკი UI legacy და ბატო. shoot. მარჯვენა კუთხეში დავაყენოთ. დიო, ანდა პირით. სოლარი იქით იყოს. ესე უფრო მიჩოვლი არ ხარ რომ ამით ატარებდე? მარჯვენა ხელით უნდა ატარებდე? თუ როგორ? ხო, მე მარჯვენა ხელით უნდა ჩავდე. მე ისე ვარ მიჩოვლი რომ მარცხენა. აი, ის არ შეგვიძლია. როგორ? აი, if კოდი რო არის მას თუ მაგას და მაგას დააწვა თქვათ ადამიანი. რო არჩევინო მე შეგიძლია კი. რო აღიქვას და მაგ შემთხვევაში გააკეთოს სოლა. ანდა შეცვლოთ რო შეიძლებოდეს. კი. სეტინგებში ანაკეთოს ანა. კი. მას ეგ if-ით როგორ უნდა გააკეთო მე if და ფრჩხილებში რამე ჩაწერო. რაზე მეკითხები? აი მაგის დაკლიკვაზე თუ მაგას დააკლიკა ადამიანმა, მაგ შემთხვევაში ისროლოს. ბაგერად space-ა დაჭერის დოლი იყოს. მიხდით მას. ხო, მიხდი. ანუ გავაკეთებთ ახლა მაგას არ ვაკეთებ? on-click-ზე რაც უნდა გააკეთოს ამ ღილაკმა, მაგას მივაბამთ. ესე იყოს? ძალიან პატარა. ძალიან. ან მithomda დაიდიოს. ესე? ვერ დავცადე იმას. აი on-click-ზე უნდა დავამატოთ ახლა რაც უნდა გააკეთოს ამა და ეგ რაც უნდა გააკეთოს ჩვენ გვიწერია player script-ში ხო მგონი? shoot ნახოთ აბა. კი, player shoot. აი ეს void გვაქვს და ამით ისვრის. და ეს void უნდა გავხადოთ public. ისე ვერ ჩაამატებ იქ. აი on-click-ზე არ გამოგიჩნდება რა. public-ი რო გავხადეთ ახლა იქ გამოჩნდება. და აქ პლუსო დააჭერ. და on-click-ზე ჩააგდებ ეს სკრიპტი, სადაც ეს არსებობს ეს player shoot რის იმიბმაც გვინდა იქ. ხო, player-ზე გვიდევს. ამიტომ player-ი უნდა ჩააგდო აქ და მე გამოაჩენს აქ იმ ღილაკს. ჯერ იმას player scripts გამოაჩენს და მე player shoot. და ეს player shoot-ი რაზე? ჯარდახები
რა არის ეს? მიღება ჩაბადო. შემდეგს. და წინათვის? წინათვის დღესი. ხო. არ მე მართლა წესი დღეს უნდა იყოს საბოლოო. მადლობა. კარგით. მოთხოვე მაგრამ. კაი, player shoot-ი გვაქვს აქ. მივაბით, მომნიშნეთ. და გავდასტოთ. ეს მუშაობს. კიდე რა გვინდა და? ბუსტი. ბუსტი. ბუსტი რა ზეა? შიფტი ხო? შიფტი გვაქვს ბუსტი. ორჯერ საფად დაჯერა ზებოსმას. ეკანზე კი არა, ორი სამუდრო ფინალზე. ორჯერ სწრაფად რო დააჭირო? თუ უნდა გეჭიროს. ასე მე ნახავს თამაში, ჩაუდურიოთ რომ ერთხელ დააჭერა, ჩაუდურიოთ რომ გამიხედეთ მას. თოთებს ახლა ერთი და ორი და მე რო გავძილებენ ხოლმე მას თამაში. ორჯერ რო ან დააჭირო? ჩართო და გამორთხოვრო იყოს. აი იგილაკი ჩართო და გამიიღეთ და მე როცა დაგეცილება გამორთო. ოკეი. კაი, მოსაფიქრებელია, მაშინ აქ გვიწერია ჩვენ შიფტზე დაჭერა. ეს უნდა გადავიტანოთ ცალკე იმაში. ჩართვა და გამორთვა თუ გვინდა, თუ ეგრე გავაკეთებთ, მაშინ კაი, მოდი ღილაკი გავამზადოთ შენ. ამას გავუკეთოთ, შუთს გავუკეთოთ დუბლირება. რა დავარქოთ ამას? რას? ბუსტ ხო? დი. გავწიოთ გვერდით და ჩავუგდოთ ამას. ეს ბოტ. სად დავაყენოთ ეს? აი ეგრე იყოს. აცხელდა? ხო გითხარი. ცოტა აქეთ მიატრიალე ეს. აქეთ მოატრიალე და სულის ანიტაჟია. ეს კიდე დავიჩინე. ხო, მაგრამ ჩამოდენებოდა. ცეცხლო წაიგდეს ამერიკის. ორი ცეცხლი არ წაიგდება, მაგრამ ცოტა აქეთ უნდა მოატრიალო რა. კაი, აქ სკრიპტში ხა აქ ის ამას არ დაიჭირე კიდე? აი ასე ტრიალები და მე კაი, აქ გვიწერია ეს ანუ ამისთვისაც ცალკე public void-ი შევქმნათ, public void. მასამან უნდა გამოჩნდეს control alt როგორ? control alt task manager.
აი იმით ედიტორი მონიშნე და end task-ს დააჭირდა. აი ეს მოვკოპიროთ. გადმოვიტანოთ აქ. რომ ამ ფუნქციამაც იგივე გააკეთოს, რაც shift-ზე დაჭერას აკეთებს რა. არის? არაფერი. და ეხლა შეგვიძლია ეს მივაბად იმ ღილაკზე. რა ქვია ამას? აი აქ player script-ი და boost. აღარ ხა ეს ერთხელ დაჭერა იულისხმებს რა ამაზე. ხო და ეგრე ვქნათ, ან ჩავრთოთ გამორთოთ? როგორ მივანიშნოთ, რომ ჩართული არ? ასე უზნეო სიჩქარშენითმული შეგეძლება ამის ისროლად. ხო. რო დააჭერ, თქვათ ჩაერთო და როგორ მივანიშნოთ, რომ ჩართულია? რამე ის public ის რომ გაქვია. პრინციპში აქ ხო ვაჩენთ იმას მერე. ეგ ხო გაკეთებული გვაქვს. ახლა boost-ი რა ჩართული Bluetooth-ი უნდა მას. Bluetooth-ი უნდა? ხო, Bluetooth-ი უნდა. მაგრამ ამან ეს სულ უნდა ქნას ერთხელ დაჭერაზე. Galaxy Watch-ი თქვენ გაქვთ მას? არა. ამას კი ბაი. მოიცადებს ბატონის hold-იც იყო აქ და ბარემ ეგ გამოვიყენოთ. ხვევით რო იწევა? არა, აი რო ჩააჭირო, როგორც shift-ზე მუშაობს, ისე რომ ამომუშავოს რა. Button hold. მაგრამ ბულით გაკეთება მაინც მოგვიწევს. ან ესეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ. აქ უნდა შევქმნათ ბული. Boost is on. ესე რა ვარქოს. ან boost on. და ერთხელ დავუძვირით ჩაიდოს და მე შეავადოთ თუ ჩართულია ის და თუ არა ის. კი ზუსტად. სად არის ისა? Boost. აი აქ დავუწეროთ ამას if და შევამოწმოთ boost on-ი თუ false-ი არ სახლის ნიშნით. მაგრამ ამის ჩაწერა მაინც მოგვიწევს update-ში წესით, რომ სულ აკეთოს. იმიტომ რომ ეს აქ ხო სულ უნდა დააკლოს ამან. ხო. და მაგიტო. მაშინ ესეთი რაღაცა უნდა ვქნათ. boost on-ი და მეორე ბული იყოს can boost. კი არა და boosting ერქვა ამას.
და აქ ჩავუწეროთ, რომ boosting-ი ჩაერთოს რა, boosting გახდეს true. else-ზე ან else-ზე. ასე ბევრი else-ი, ანუ if else-ს ხოშული რომ აი ხო. კი. როცა და boost-ონი true გავხადოთ აქ. ჩართულია და boosting-ს აკეთებს. და როცა ჩართულია და მაშინ დააჭერ, მაშინ პირიქით boosting-ს გააფოლსებ. და მასმან console white-line და print ერთ ეგია. კი. ანუ შეიძლება debug log-იც იგივე. და თუ game-ს ვიყენებთ, ანუ შეიძლება console-ს დავწეროთ ხო console-ის ის. კი. და console-ი readline-ი რო არის. მერე? მაგის შეწყვეტა შეგვიძლია game-ს დროს. კი. ეს უნდა წავიღოთ. მაგალითად ისეთ რაღაცას რო დავწეროთ, თუ მაგალითად თუ ჩვენ readline-ს ჩავწერეთ ესა და ეს, თამაშმა ასე იმოქმედოს თქვათ, რაღაც შეიძლება. შეიძლება. აქ shift-ზე დაჭერა ხო გვიწერია უკვე update-ში წერია ეს იდეაში და ამასთან ერთად შევამოწმოთ ან ეგრო არის ჭეშმარიტი ან boosting-ი. boosting-ზეც იგივე სიზამს რა, იმის გადაკოპირება აღარ მოგვიწევს და ის ამოვიღე საერთოდ იქიდან. კაი, ამას მივაბამთ ხა იმ კი არა და მივაბით ეგ უკვე იმ ღილაკზე. დავნახოთ აბა. შუთი უსტი აი აბა ვნახოთ რა სიზამს ახლა დავაჭირო და უსტავს მაგრამ მე ნელდება რა ის რო ეცდება გაჩერდა, მაგრამ აღარ ევსება მეორეზე. ხო, მაგას იმიტომ აკეთებს, რომ აქ რო გვიწერია shift-ზე დაჭერის დროს ხო, ეს გვიწერია და მაგიტომ. აი ეს რეგენერაცია ხდება აქ apps-ზე. ან ამაზე, ან boosting-ი რო false იქნება მაგას გააკეთოს რეგენერაცია და boosting-ი ხო false-დება იმაზე როცა მეორედ დააჭერ მასალბარობა გაქვს მე მგონი ხო არ ვიცნობ ობა ეგრევე იფსება ლეშუზე როჯერთ. ხო. მოიცადე, მაშინ ესეთ რაღაც უნდა ვქნათ, აქ კი არ უნდა ვქნათ ეს. ეს უნდა ვქნათ იქ. აი აქ. როცა boosting-ი გაითიშება, მაშინ დაიწყოს რეგენერაცია. ერთხელ. აი, სულ აკეთებ და წეღან და მაგიტო. ერთხელ დაჭერით, ერთხელ მეორე დაჭერით ივსება. აი, ესეც გავაკეთეთ. კი არა. ოკეი. ჟანზინია მას. ო დიდი არის პრომაქს. კაი, რა დაგვჭა? პაუზის პანელი, ხო? ხო. პაუზის პანელი. პაუზის პანელის ღილაკი სად იყოს? აი აქ, ამარგინას. ზევით? ხო.
და რა დავაწეროთ მაგას? უბრალოდ პაუზე წეროს? აი. აი, ამას დუბლირებას გავუკეთებ, მე ამ რელაქს. ზევით გადავიტანოთ ცენტრში. და შეგნით შევქმნათ ტექსტი. პაუზ. ფოტო წავუშალოთ. კოლორი გადავიყვანოთ უხილავზე. და შეგნით ტექსტი გამოჩნდება წესით. აჩა. გავადიდოთ. მოიცადე ჯობია რომ ახალი ხილაკი შევქმნა. უკეთესად დაჯდება ტექსტი. Legacy და button. ეს იქნება pause ბატონი. ლოგინს. აი, ფსამატო. და აქ დავაწეროთ pause. ჩავაგდოთ ეს ორ წუთში დავავალოთ. ესე? ცოტა ფერს შევცვლი და ტექსტის ფერს. ესე? აღარ ცოტა რომ გავაგდოთ. ოკეი. გავადიდოთ და ტექსტის ფონტი გავაზრდოთ 70 თქვა რა. არა 75. ესე? აი ეს გაიოს. კაი. ეს იყოს სულ ცენტრში. ეხლა PowerScript-ი სად გვიწერია? აგერ. PowerScript-ში გვიწერია update-ში ეს escape-ზე დაჭერა. ცალკე ამასაც public void უნდა შევქმნათ. pause game რაღაც ესე ერქვას. და ეს გადავიტანოთ იქაც. დავასეიროთ, გადმოვიდეთ. და ამ რელაქს ჩავუგდოთ, მეგონი კანვასზე გვაქვს მიბული PowerScript. რეგრე მახსოვს, კი, PowerScript და pause game. ეგარ. დავასეიროთ და ამ რელაქსს დავაჭროთ და დაპაუზეს ეს. ეგარ. მაგრამ continue ვაკეთებ უნდა რა. მართალი ხარ. მართალი ხარ. მაშინ ამას პაუზ ბატონი რქოს. და რა პაუზი ქვია ამას. აქ გვინდა გაგრძელების ხილაკი, ხო? restart ხილაკს გავუკეთოთ დუბლირება. continue. ან resume, ხო, continue. ხო, ესე იწერება. Real. Continue. მოდი restart-ი ჩამოვიტანოთ დაბლა, ხო ჯობია? შევით continue იყოს, ქვევით restart. მას continue ასე არ წერება. Continue ეგრე იწერება, როგორც მახსოვს. ნახე თუ გინდა. Restart-ი და აქედან continue. ხო ეგრე იწერება? კი. გარიდა ეს უთნა 58. კაი, continue ხილაკზე გვინდა ეს loading screen-ი. loading screen-ი საერთოდ არაფერ შუაშია ამასთან.
ამან უნდა გამორთოს ისინი რა ქვია. თვითონ ეს პანელი უნდა გათიშოს რა. ხო და აქ ჩაუწეროთ. მაგალითად კითხე. ეს შეცვალა პროგრამის სულ კითხოს. რას? არა, გამოდი ვიწვი. ამას. მარჯ თამას აჩქარა. რასა? ამას ერქვას აქ continue. თამას აჩქარა. და პრინციპში აქ if-ებიც აღარ დაგვჭირდება, აქ მარტო ეს გავაკეთოთ. რომ პაუზს რო დააჭერ, მარტო ეს გააკეთოს, რომ დააპაუზოს და resume-ს რო დააჭერ, მარტო ეს გააკეთოს. შემოწმება აღარ მოფუძებს რა. Continue game. აქ ჩავაგდოთ canvas-ი და pause. არ გადმოწერა შენ ხარ? Continue game. არ გადმოწერა ის ამჯერადის ის. გავუშვებ თუ So, ჩავაგდოთ, გავტესტო ხება. Pause და continue-ით გააგრძელა. Okay. კაი, აბა სატესტოდ კიდე დავუბრუნდეთ ერთხელ. ხო? იგოს. მოიცადე აქ prefab-ში ეს buffs-ე ხო არ ჩავაგდოთ ეს იგივე. buffs-ე boost არ ვიღებთ? ხო, სამკუთხედი. ხო. ხო და იგივე ფოტოს ჩავაგდებ რა. აი ამას. და კიდე რაზე გვაქვს? Heal-ი გვაქვს. Heal-ზე გული ხო არ ჩავაგდოთ იგივე? აი ეს გული ჩავაგდოთ და მესამე რა არის? მესამე ტყუიები. მას მე კაი ამოები ვნახე. სადა რა? Google-ში მოსე PNG. ნახოთ. ამო pixel ჩაწერე. pixel. ნაშო. იმაზე გადავიდა ინტერნეტზე და ეთქვა წაღარ უდარეგე მოგდროს. ხო. დარეგოს ხო ითიშება ხო. ეს PUBG-დან არის. ჩავწეთ ამას. მე მქონდა ესეც კაია, შემეცეთ. ეს ძალიან ცუდი პიქსელია. ესეც კაია. ხო, მაგრამ თია და არ ეტყობა, მაგრამ თან პატარა იქნება ჩვენთან და შეიძლება არ შეეტყოს საერთოდ. რამე ისეთი მინდა რა. ეგრევე რომ მიხვდე. ეს ხო არ ჩავსვათ. კი. რასა? ჩავსვათ? კი. მოიცა? ეს ხო ჯობია. ოკეი. მას თუ დაგვირდებით მას აი აქ წეღა რომელიც ქონდა ჩართული. ხო. ანუ გმირის პონჩია ეს ქუდია ფარია და აქ უკანესა. იგი ჩავსვათ. ჩვენი რამეთის. გავერთოთ. გარეთ და prefab-ში ჩავსვათ. კაი, დავასეიროთ და დავვილდოთ აბა. No. Your license does not cover Android publishing. Go to our What? $2,300 წელიწადში.
წერან ხო დავბილდე კაცო. 2060-დან მინიმუმ. ცოტაცა რა. მოიცა ეს გადავტვირ დავიუნიც. მე უნდა როცა მაგარი დიდი შემოსავალი გათამაშებოდა. ყველაზე აწითლებს. არა ეს სხვა რაღაც არის. მას აიკონი საიდან დაახადა? მე ჩავაგდე ეს აიკონი. სადაა მას? კენა. გასწორდა. აი აქ. აი ამაში. player settings უნდა დააჭირო და ამას გახსნას. აი, აბა გადავაწიროთ settings. Replace. ძველ დაბილდოს გადაეწერება რა ეს ახალი დაბილდო. 64 ბიტზე რო დააყენო მაგ თხოვში რა ხდება? ეგ იმისთვის არის რა ქვია. Windows გააჩნია რა. წერანა მოაქვს გაფრთხილებული. Windows 32 ბიტიანები 32 ბიტიანი არის და შეიძლება დაფრთხილოს. ხო. ან შეიძლება საერთოდ არ გახსნას. მას უზოში მეწავიდოს. კი. სკოლის ეს რაღაცა ჭირდება მას შკაფი გავდიხეთ კლასელებმა. რა გადახეთ? შკაფი მას ჩემი კლასელი მივიწყდეთ უკან და შევტენეთ შიგნით. უკან ხალი გადახილი. მე რა უნდა ვქნათ? დამრიგებულო გითხრათ თუ არ გაკეთეთ თავ პორშაუს უკან დამახვედროთ. თქვენ ერთ უნდა გაკეთოთ. მას ზომები ვიცით და მე მივალთ და იმას ვეთქვით. ამ კარტო უნდა გაკეთოთ. წამოიღებთ იმას? არა, უშუალოდ აღარ მოიქცევით ეგრე. რასა რა. უარესეს ვაკეთებ ხო. თქვენ შეხვდით ხოლმე სკოლაში მას? კი. არა, კარად არ გამიტეხია. პარნო დაბლდა ტესტ ნახეთ მას თუ მუშაობს თუ არა და უყო ახლა. ხო, გამოგიგზავნ ჯერ ამას გახსენე და. წაშალე და ის. შენ აღარ გაქვს ტელეფონი. შენ იმას გამოში. შენ 2%-ია და. ეგრე მულტფილმიდან არის მას. ხედი უწელება ერთ პერსონაჟს თუ კაცი აუიცი ეგ. რა? ეგ მულტფილმს ხენით ხო? ეს? ორი და გარდან მოვუქვია. მონახეთ? ხო, ვიცი. ძმები რო არიან დღეს შორ დაიკარგებინა მაგრამ. Discord-ზე გამოგიგზავნე ისო. აი ჭირთოს და. მას მაგასოხი შესვენახოთ თანობა ესე. აი რა. Do you want to connect changes photo industry? Hello. სამაშევდი Bluetooth-ში თუ რა უნდა? ზოგადად სამდე ისეთ რა ნაშოქეთ რომ შეიძლება ხო. მოგეცნოს და აჭერთ მე გამოვერთვება. არის მას. მაგის მოგვია BWM Summit-U2. აი ეს გამიხედეთ მას. ხო რა, ამისთვის გინდა კურსასმენები. აი, გამწვანე. ვიცი მე გამოვწვანე. ამას დავაჭირი.
ლურჯს. ანუ დაკავშირებული უკვე ხო და ხომ კურსასმენები გინდა რა რომ აქ რო ვილაპარაკებ შენ გაიგონო რა რისივერში. ხვდი? ესე ვერ გავტესტავთ რა. ხო. აი ამ რო ჩაწერა ხახმას თქვა 100 მეტრი აქვს რადიუსი. აქ ვილაპარაკებ ახლა მანდრო თქვა ჩაიწეროს ხმა ხო მაგ ხო შესაძლებელი. ეს არის? არა. არ ვიცი რა. ნახეთ ვიდეო მას. თუნდა გავთიშო მაშინ ეს რეკორდინგი. ხო, მაშინ არ მიგესმის. არა, აი. შეიძლება ამით იწერს ისევ, არ ვიცი. არ ვიცი. ნახდება. ეხლა უფრო ხმალა, ანუ მშობა არა, იგივე შვებ. იგივე. ორწუთი დაბო მიაქცეს პრობლემა მაშინ. გასაგავს. არ ვიცი. აი, მაინც ხომ დავამთავროთ უკვე და აი მაინც გამოვაგზავნე და წაშალე ის ზაღარი და ის წაშალე უკვე და გადმოიწერე ეს ახალი. კაი, გავთიშავ ამას და დავამთავროთ ეს.